ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკის ბირთვული დოქტრინა შეცვალა და საგრძნობლად შეკვეცა იმ სიტუაციათა ნუსხა, რომლის დროსაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლია. განცხადებები ამის შესახებ ბარაკ ობამამ გაზეთ New York Times-თან საუბრისას გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ბირთვული დოქტრინა ახალ ბირთვული იარაღის წარმოების სრულ შეწყვეტას ითვალისწინებს. ობამას სტრატეგია არის მცდელობა ბირთვული დოქტრინა ახალ ეპოქას მოარგოს, სადაც განდგომილი სახელმწიფოები და ტერორისტული ორგანიზაციები უფრო სახიფათონი არიან ვიდრე ტრადიციული დერჟავები, რუსეთი და ჩინეთი, ნათქვამია სტატიაში. ახალ ბირთვულ დოქტრინას ბარაკ ობამა კონგრესს სამშაბათს წარუდგენს. ახალი დოქტრინის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატები ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით არაბირთვული სახელმწიფოების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კრძალავს. საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც ბირთვული იარაღის გავრცელებლობის შესახებ შეთანხმებას იცავენ. გამონაკლისი დაშვებულია იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ამ შეთანხმებას არ იცავენ, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან მიმართებაში. ბარაკ ობამას მისწრაფება, რომელიც მშვიდობიან მსოფლიოს ბირთვული იარაღის გარეშე ითვალისწინებს, საერთაშორისო საზოგადოებამ ღირსეულად შეაფასა. 2009 წელს ობამას ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა.